ამ ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ საქართველო უფრო სწრაფად ვითარდება ეკონომიკურად, ვიდრე რომელიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არის რეგიონში ეკონომიკური ზრდით წამყვანი. ეს ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. საქართველო უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რომელიმე ევროკავშირის ეკონომიკა, თუნდაც შეერთებული შტატების ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და აზერბაიჯანის ეკონომიკა. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა უკეთესია, ვიდრე უკვე ეს განვითარებული ეკონომიკები. მაშინ რაშია საქმე? სტატისტიკა უნდა წავიკითხოთ ჩვენ სწორად. საქართველო უფრო სწრაფად იმიტომ ვითარდება, რომ საქართველოს უფრო მეტი განვითარების გზაა გასავლელი. მაგალითად, 16 წლის მოზარდი უფრო მალე იზრდება თუ 5 წლის ბავშვი. რა თქმა უნდა, 5 წლის ბავშვი, იმიტომ რომ 16 წლის მოზარდს 2 წელი აქვს დარჩენილი სრულწლოვანებამდე, ხოლო 5 წლის ბავშვი ჯერ ახლა იწყებს განვითარებას, ხომ? დაახლოებით ასეთ სიტუაციაშია საქართველოს ეკონომიკაც. საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იმიტომ იზრდება, რომ სხვა ეკონომიკები, რომლებსაც ჩვენ ვედრებით, უკვე არიან თითქმის ზრდასრულობის ფაზაში. შესაბამისად, ამერიკაზე სწრაფად ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა შეერთებულ შტატებს ჯობია. სინამდვილეში საქართველო დღეს ამ ტემპითაც კი უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნები, რომელთაც შეიძლება 5 წელში დავეწიოთ თუ გავაგრძელეთ ეკონომიკური სწრაფი ზრდა. ამიტომ საქართველოსთვის ძალიან კარგი ამბავია, რომ სწრაფად ვიზრდებით ეკონომიკურად, მაგრამ სხვა ზრდასრულ ეკონომიკებთან ჩვენი შედარება არასწორია, იმიტომ რომ ისინი არიან განვითარების სხვა ეტაპზე და ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ გზას. რეგიონში ეკონომიკური ლიდერი კი ნამდვილად არის აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა 4-5%-ით თუ იზრდება. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მისი ეკონომიკა უკვე განვითარებულია.